იტალიის ქალაქ ფლორენციას 12 ოქტომბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასიეწვია სპექტაკლით „მზიანი გული“, ანუ მე შენ მიყვარხარ. სამშობლოს მონატრებული ემიგრანტებისთვის სპეციალურად ჩამოტანილი მზიანი გული სწორედ იმ მონატრებას და სიყვარულს ატარებს, რომელიც მანძილს და დროის საზღვრებს არ ცნობს. ეს არის 3 პიესისგან შემდგარი წარმოდგენა, რომელშიც გაერთიანებულია ნოდარ დუმბაძის ჰელადოსი და მე ვხედავ მზეს და სევდიანი, მაგრამ ამავდროულად იმედიანი წარმოდგენა აფხაზეთზე, სარა ბარა ბზიებს ბოით, ანუ მე შენ მიყვარხარ. დღეს თქვენ სტუმრობთ თითქმის 100 წლის ასწელს მიღწეული ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი. ჩვენ უპირველესად ვემსახურებით ქართველ მაყურებელს და არა მხოლოდ საქართველოში. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ საერთაშორისო ფესტივალებზე დავდივართ, იქ თითო როლა ქართველს შევხვდებით ხოლმე და ამ შემდეგ, აი მათგან ვხედავთ, როგორი დანაკლისია იმის, რომ აი კულტურული გაცვლა, გაზიარება მოხდეს ჩვენს ემიგრანტ ქართველებსა და ქართულ კულტურის წარმომადგენლებს შორის და აქედან გამომდინარე ჩვენ ეგ იდეა დავსვით სახელმწიფოს წინაშე ჯერ რამოდენიმე წლის წინ და აი ეხლა ჩვენ მეორედ უკვე იტალიაში და ისე მეხუთე გასტროლი გვაქვს სწორედ ემიგრანტებთან შეხვედრის დღეს ჩვენ ვართ ფლორენციაში და სიმართლე გითხრათ პირადად თქვენ მინდა მადლობა გითხრათ იმის გამო რომ შემოთავაზება რომელიც მოდიოდა თქვენგან იყო ატაცებული და თქვენმა აი ამ ენერგეტიკამ და შემდეგ ქალბატონი ნატასი კონსულის ჩვენი კორძაიას რომელმაც მეორე ქალაქიც დაგვიმატა ენერგეტიკა იყო იმდენად გადამდები რომ ჩვენ გადავდეთ ეს უკვე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი ჩადეს ჩვენ რო დღეს აქ ყოფილიყავით და არანაკლები წვლილი თუნდაც ფინანსური ჩადო თვითონ თეატრმა. ჩვენ გვიღირს რომ აი ის ანთებული სახეები რომელსაც უკვე ვხედავ გარეთ ჯერ შემოსულები არ არიან და ჯერ წარმოდგენა არ დაწყებულა ის ფული კი არა, ბევრად მეტი ფული ღირს ეს ანთებული სახეები და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით. აი ჩემ თავს. აი შენ დღეს ახლა მიყურეში. ამაზე დიდი მნიშვნელოვანი დღე პირადად ჩემთვის არ არსებობს და არც ქართული თეატრისთვის. ამაზე დიდი პატივი რომ მოვდიოდით აქედან სულ მაგას ვიძა როცა მითხრეს და წავიდეთ იქ მე დიდი სიამოვნებით დავთმობ დიდი სიამოვნებით კი სიხარულით უფრო მეტი შემიძლია თქვა ბედნიერი ვარ რომ ჩემი ქართველებისთვის შემიძლია რაღაცა პატარა ოდნავი შევიტანოთ აქ ეს არის ძალიან დიდი დაფასება ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ვინც ეს მოიგონა ეს ჩვენი ასე ვთქვათ მოინდომა ჩვენი მოწვევა ვინც საერთოდ და ასე ვთქვათ დაგეგმა ყველა ძალიან დიდი მადლობა მინდა ძალიან ამაზე კიდევ მინდა გავიმეორო ამაზე კარგ საქმეს ვერც აქაური ქართველები ვერ გააკეთებენ და ვერც ჩვენ მით უმეტეს ვერ გავაკეთებთ ემიგრაციაში ასეთი კულტურული ღონისძიებები სდება უბრალოდ თეატრალური წარმოდგენის ან მუსიკალური საღამოს ცნებას. ეს არის ხოლმე შეხვედრა საკუთარ ფესვებთან, იმ ენისა და ემოციის დაბრუნება, რომელსაც წლების მანძილზე გულში ატარებს თითოეული ემიგრანტი.
მე როგორც დიასპორული მედიის ხელმძღვანელი მაქსიმალურად ვცდილობ ქართული და ქართულ-იტალიური ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობას, იქნება ეს მედია პარტნიორობა თუ უშუალოდ საორგანიზაციო მხარე. ამჯერად მოზარდ მაყურებელთა თეატრის საოცარი დასი ყავს ფლორენციაში სტუმრად და მადლობა მინდა გადავუხადო მათ, რომ ამხელა გზა გამოიარეს ემიგრანტებთან შესახვედრად. მადლობა მინდა გადავუხადო არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძეს, ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარს, რომელიც მუდამ მზად არის ქართული საქმის, ქართული კულტურის გამტარი იყოს ემიგრაციაში. და ამ პროექტის ფარგლებში მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის საქართველოს ბანკს, რომელმაც ბავშვებისთვის, ემიგრანტი პატარებისთვის, ემპოლისა და ფლორენციის საკვირაო სკოლებისთვის საჩუქრად გამოჰყო ბილეთები. მადლობა მათ პატარების სახელით. ფლორენციაში ვართ, რაც ძალიან გვახარებს, ყოველთვის თითოეული გასვლა თეატრის ყველა თანამშრომელს, ყველა მსახიობს ახარებს და მით უმეტეს, როცა ემიგრაციას, ემიგრანტებს, ჩვენ საყვარელ ადამიანებს, ჩვენს ოჯახის წევრებს ეხება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია ყოველთვის ის შეხვედრა, ის მონატრების გაზიარება, ის იმხელა სითბოს და სიყვარულის გაზიარება და მადლობა ჩვენს თეატრს და რა თქმა უნდა საორგანიზაციო საქმეებს ვინც ჩაუდგა სათავეში და ეს ყველაფერი შეხვედრა მოხდა, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ბედნიერება და დასამახსოვრებელი წუთები და წამები, ამიტომ დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ არ იქნება ეს ბოლო და კიდევ ეს ნომრებით იდალიოს. მოგესალმებით ყველას. რა ვიცი, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თვითონ ამ სპექტაკლის ორგანიზატორს ნინა მამუკაძეს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე თვითონ თეატრალურ დასს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ასეთი კარგი საჩუქარი გაუკეთა ფლორენციის სამრევლო საკვირაო სკოლის მოსწავლეებს და არა მარტო მათ. ძალიან დიდი მადლობა ყველას და წარმატებებს უსურვებ თეატრალურ დასს და ყველას დღევანდელ დღეს. ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ემიგრანტისთვის. ემოციებით სავსე, მსახიობებს მინდა მადლობა მოუხადო, რეჟისორს, მთელ დასს და ყველა ემიგრანტს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამაში და რა თქმა უნდა ორგანიზატორებს. ის ემოცია და სიყვარული, რომელიც მსახიობებმა და ემიგრანტებმა როგორც სპექტაკლის მსვლელობისას და უკვე წარმოდგენის შემდეგ გაცვალეს, კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, თუ რამდენად დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს დიასპორისთვის მაღალი დონის ქართულ კულტურულ ღონისძიებებს უცხოეთში.